ეს მედიცინა არის მედუზინა. ან მედუზა გორგონას მითოლოგიიდან. და ეს ნაწარმოები ამ არგონავტების შესახებ და ეს მედია და ეს დანარჩენები. ეს არის ნაწარმოები, გას ავტორი ყავს თავისი. ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს წარმოუდგენა რომ არ იქა ახლა იმ ჩვენი ნაწარმოების გმირი, წარმოგიდგენე ნაწარმოების გმირი, მითოლოგიაც არ არის, ისტორიული ანალოგების გაკეთება არ შეიძლება საერთოდ არ არსებობდა. არასდროს არ არსებობდა ეგ. გამიგეთ? და არც მედიაზე თან არ არის დაკავშირებული ეს მედიცინა მედუზინადან, აი ამ გველის სიმბოლოდან, გესმის? თავზე გველები რო ქონდა გორგონა მედუზას. მედუზა გორგონას. ხო და აი ახლა აი ეს არის სინამდვილე. და ამაზე ხალხი აგებენ იმედებს, რომ აი დღეს არა და ხვალ მიგვიღებენ ევროკავშირში, თო. ახლა კიდე აი სხვა მითოლოგია. მითოლოგია რა, აი აბსურდული წარმოდგენები რა. იბერია და ალბანეთი. ეს ხო იგივეა როგორც აი მაგალითად ახალი ზელანდია და ზელანდია როა რა და ახალი გვინეა და გვინეა და პენსილვანია ამერიკაშიც როა და ბალკანეთიც როა პენსილვანია. ასევე ჯორჯია იქ ამერიკაშიც როა და აქ ჩვენთან ჯორჯია რო ქვია, ხო? ეგ ხო რაღაც ტერმინებია, ასე ვთქვათ, ანალოგიური გადაწაღებული, ასე ვთქვათ, პროსოდ მოტანილი, ასე ვთქვათ. ჩვენ შემთხვევაში. იყო, ვთქვათ, ესპანეთში ეს იბერია იქ, იბერიის ნახევარკუნძულით რაც არის და იგივე დაარქვეს, როცა ჩამოვიდნენ, ვთქვათ, ვიღაც ჟამთაღმწერელი, ვიღაც გეოგრაფი, ვინც ჩამოვიდა და რაღაც ნახა პირველად, დაარქვა იბერია. მერე ალბანეთი იყო იქ იტალიასთან ახლოს და აქაც დაარქვეს ალბანეთი. არავით არის კავშირი სინამდვილეში, ხო? ისტორიულად, ლინგვისტურად, აი ენები რო განვიხილოთ, მაგალითად, უდინური ენა ეს ალბანები მაგათ ქვიათ. და ის ნამდვილი ალბანეთის ხალხი. არავით არის გადასახლება, გადმოსახლება კი არა. ტერმინია, უბრალოდ, იმათი ტერმინი აქეთ გადმოტანილი, ხო? ეგ ხო უნდა ჩაუფიქრდეთ ამ ყველაფერს, თო. რო შეხვიდეთ ალბანური ენა. ალბანური ენა არის ძველი ინდოევროპული ენა. კამ ქვია მეს ქვია. კამ ასე ვთქვათ, ეს კა ზოგშე ინდოევროპულ ენებში არის ასე ვთქვათ შეკვეცილი და მა არის ასე ვთქვათ და მე. გამიგეთ, მ არის ასე ვთქვათ თავარი. პირველი პირის ნათვალსახელი, ხო? ძველი ინდოევროპული ენა. ძველი ინდოევროპული ენა. ისევე როგორც სხვა დანარჩენი რომანული ენები, გამიგეთ? ოლბანეთია სინამდვილეში. ალბანეთი კი არა ის მოდის ოლბანეთი და old ინგლისური, ესეც ინდოევროპული სიტყვა. ნიშნავს ძველს. ძველი ხალხიო. და აქ რო ჩამოვიდნენ, აი აქ რო ნახეს ხალხი, ხო? ამასაც ტერმინი შეურჩეს. რუკებს რო ადგენდნენ, გამიგეთ? ამ ტერმინებს ადგენდნენ. გესმის? სჭირდებოდათ. და ამაზე აგებენ ხალხი მთელ თეორიებს, რომ აი ჩვენი ხალხი ხო იქ წავიდა და აი ის რა ქვია, აი როგორი კონტაქტებია და ეს რა ქვია, ამის გამო საქართველო აი მალე დღეს თუ არა ხვალ ევროკავშირში შევართ. არ შეიძლება ეგეთი აზროვნება. რეალურად როგორ არის, რა? აზიაში ჩაეყარა საფუძველი ცივილიზაციას საერთოდ. აი ეს ეგრეთ წოდებული ლურსმული, აი ესეც რო აბდაუბდურა ტერმინები საიდან ამოთხარეს, რა ლურსმანი. ეს არის ცუდი თარგმანი რუსული იმის, რა ქვია, ტერმინის კლინაპის.
კრინ არის სოლი ბამბუკის ჯოხისგან აკეთებდნენ ანათალებს, სოლებს და აიმის მეშვეობით ხო ანათლით ნაწნევებს აკეთებდნენ თიხაზე. რა ლურსმული. აი მაგ ლურსმულიდან არის რომ აი დაუფასებლობა იმისი რომ როგორ ახლოს არის ეს შუამდინარეთი ჩვენთან არის ასე იგი შავ ზღვასთან ერთ-ერთი დასახლება ურეკი 1000 სულელურის ისენი ახსნა განმარტებები ამ ურეკი რეკი დაუბარავი თუ რაღაც დაუბდა ურუკი არის იმაში რა ქვია შუამდინარეთში ეგეთი ტერმინი დასახლებული ტერიტორიას აზზე მოვიდეთ ხალხო ურეკი ზუსტად ის ვარიანტია ანის ხალხი ჩამოვიდა ან რაღაცა ძველად ხალხმა სახელი დაარქვა იგივე მე აი ეს რა ქვია ის როა ვარძია გინდა თუ არაო აქ ვარ ძიაო რა აქ ვარ ძია რა შუაშია და რა აქ ვარ ძია ეგ ხო ვერ ძია ვერ მოსაძებნია საიდუმლო ქალაქი როგორც ვარ კეთილი ვერ კეთილი იქით არის ვაზიანი აქეთ არის ვერ კეთილი ანუ სადაც არ იყო ის ვაზი ვარძია იგივე ტერმინი როგორც ვარ კეთილი და ასე ვთქვათ შეიცვალა ასე ვთქვათ ლინგვისტურად ეგ და ასე ვთქვათ ადრე მაგ ხმოვნებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვერ ძია ერქვა ვერ ძია ვერ მოსაძებნი ქალაქი საიდუმლო ქალაქი შემდეგ მიწით რა მოხდა და ჩამოიგრა და გამოჩნდა ამიგეთ თორე იქ შეასრულებელი იყო საიდუმლო ქალაქი იყო ვერ ძია ოძებდა ვერ ძია აი სინამდვილეში რაც არ გვაქვს ასე ვთქვათ ნამდვილი და კარგი ხო ამას ვერაფასებენ ტერმინები ერევათ ვიღაცას როგორც უნდა ისე ამობენ თო როგორც უნდა როგორც არის აკვეთები ერთი ტყვის ერთი ტყვის მეორე ედი არ უნდა მაგას ანალიზი არ უნდა შეჯერება რომ რაღაცა სახელმძღვანელოებშიც რომ მოგრეწერენ კარგი რა ეს რა არის ვერ გავიგე აი სწორედ მაგიტომ არის აი ესეთი მდგომარეობაში როგორც ვართ აი ეს 3 მილიონი ნახევარი უნდა ვიყოთ როცა ძველი ხალხები ხო აი ეს ჩინელები ინდოელები ისე 100 ჯერ ჩვენზე მეტი რო არიან 1000 ჯერ ჩვენზე მეტი რო არიან იმიტომ რომ ესე იგი აქ ჩვენთან კაკლებია და ხალხს ესე ვიტამინიან საჭმელებს ჭამენ ამ ნიგოს იმას მაგრამ მაინც ვერ ეშველეთ რა უნდა დავაფასოთ ის რასთანაც ახლო ვართ რა კულტურაც აქვს და რა წინა აზიიდან არის ყველაფერი რა ევროპა ხალხო რა ევროპა ვერატყობ რა კარგად არის ასე ვთქვათ ჩვენი ვალუტა რო დევალვაციას არ განიცდის რაღაცა ჩვენ გაუფრთხილდეთ იმას რაც ისავართ ასე ვთქვათ რა სიმდიდრესაც ვფლობთ ასე ვთქვათ ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი იგივე სისხლი და ხორცი ხალხი ებრაელები რომელი ებრაელებიც ქართველმა ხალხმა შეიფარა ისტორიულად და ასევე მაგათგან იყო ჩვენ ხრივად ჩვენ ხრივ ასე ვთქვათ დამდობა და შეფარება როცა კომუნისტებს უნდათ რომ ის სინაგოგა დაეგრივნათ მთელი სოფელი ქართველები ებრაელები ყველანი ქალები შეიკრიბდნენ სინაგოგაში აი რა არის ჩვენი სიმდიდრე ამას უნდა გაუფრთხილდეთ ხალხო ევროპა კი არა გაზზე მოვიდეთ რაც არის ასე ვთქვათ ნაღდი რეალურად
რა მხრივა ვართ ასე ვთქვათ, უფრო ძლიერები, იმას მივაქციოთ ყურადღებას. რაღაც აბდაუბდებს კი არა. ალბანეთი ვითომ ის ალბანეთი აქედან არიან წასულები, ვითომ ნაწარმოების გმირის მედიას გამო არის, ასე ვთქვათ, არის ახლა მედიცინა ჩვენ. მაგიტომ აქვია, აი, მოკლედ რა, გამოიჭრეთ ჩემი არხი.